გამარჯობა მეგობრებო. PSG Bayern-თან ნახევარფინალს იდეალურ ფორმაში ხვდება. რას ამბობენ ამ შეხვედრის წინ ცნობილი და ლეგენდარული ფეხბურთელები? ყველაფერი რაც უნდა იცოდე ამ ვიდეოშია. თვის ბოლომდე კი სულ რაღაც 4 დღე დარჩა. ხოლო ამ თვეში ჩვენი მიზანია რომ 99,000 გამომწერზე ავიდეთ. ამიტომ თუ ახალი ხარ გამოიწერი არხი, რათა შემდეგი მნიშვნელოვანი ამბები არ გამოგჩეს. ასევე ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე, რადგან თქვენი მხარდაჭერა მე დიდ მოტივაციას მაძლევს. ახლა კი დავიწყოთ. როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1 მორიგ ტურში პარის სენ-ჟერმენი ანჟელს ესტუმრა და 3-0 დაამარცხა. კვარაცხელი ამ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დარჩა, რაც გასაკვირი არ ყოფილა. რამდენიმე დღეში PSG-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ელის Bayern-თან, ამიტომ ლუის ენრიკემ რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მისცა. Bayern-თან შეხვედრისთვის კი პარიზული კლუბი დიდი შემართებით ემზადება. შეხვედრამდე კი კომენტარი ლუის ენრიკემ გააკეთა. გეთანხმებით რომ ახლა კარგ ფორმაში ვართ. მიუხედავად იმისა თუ ვინ თამაშობს და ვინ რჩება თადარიგში, თამაშის დონე არ ეცემა. ფიქრობ ფორმის პიკზე საუკეთესო დროს გავდივართ. ვინაიდან ლიგა 1-ში რამდენიმე მატჩი დაგვჭა. ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალი მოგვიახლოვდა. მზად ვართ და გვინდა რომ ამ მომენტით დავტკბეთ. ვინ ითამაშებს Bayern-თან ძირითადში? მათთვის ინფორმაციის გაზიარებას არ ვაპირებ. ყველა ფეხბურთელი მზადაა და მოუთმენელად ველოდებით ნახევარფინალს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულები ვართ, ამიტომ გავიმეორებ. მოუთმენელად ველოდებით ამ მატჩს, განაცხადა ენრიკემ. ასევე ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ მადრიდის რეალის, მიუნხენის, Bayern-ისა და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ტონი კროსმა შემდეგი კომენტარი გააკეთა. ფიქრობ Bayern-ს დაცვაში ცოტა უკეთ თამაში მოუწევს, ვიდრე რეალთან მატჩებში მოქმედებდა. PSG-ს შეუძლია უფრო ეფექტურად ითამაშოს ვიდრე მადრიდელებმა. ორივე შეხვედრაში Bayern-ი დაცვაში დიდი რისკით თამაშობდა, რაც რეალს მეორე მატჩში უფრო მეტად შეეძლო გამოიყენებინა. თუ ისინი გარკვეულ კოლექტივებს შეიტანენ, Bayern-ს კარგი შანსი ექნება. ჩემთვის ეს თანაბარი შანსების მქონე მატჩია. PSG მოქმედი ჩემპიონია. ამიტომ მიმდინარე ფორმიდან გამომდინარე მიმაჩნია რომ Bayern-ი და PSG ორი საუკეთესო გუნდია, განაცხადა კროუსმა. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ცოტა უცნაური კომენტარი გააკეთა ჟან-პიერ პაპენმა. მას თხოვეს რომ PSG-სა და Bayern-ის შემტევებიდან საუკეთესო სამეული დაესახელებინა. მან კი ბარკოლა, კეინი და დემბელე არჩია. ამ არჩევანში ვერც კვარაცხელია მოხვდა და ვერც მაიკლ ოლისე. ეს კი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან კვარას მიმდინარე სეზონში 16 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს. ზუსტად იმდენი შედეგიანი მოქმედება, რამდენიც დემბელეს. ამიტომ საინტერესოა თუ რატო არ იმჩნევენ კვარას. თუმცა სრულიად საპირისპირო აზრი ჰქონდა საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს ოლივიე რუიეს. მან ეკიპ TV-ს ეთერში კვარაცხელიაზე აღფრთოვანებით ისაუბრა და თქვა რომ ქართველის მთავარი ძალა მხოლოდ შეტევაში არ არის. მისი თქმით ხვიჩა ბურთის დაკარგვის შემდეგ მის დაბრუნებაზე მუშაობს. დაცვაშიც დიდ საქმეს აკეთებს და ამჟამად წარმოუდგენლად გადამწყვეტია. უფრო მეტიც, მან თქვა რომ მისინება რომ იყოს ოქროს ბურთს დღესვე კვარაცხელიას გადასცემდა. მისი აზრით ხვიჩა ფორმის პიკზეა, გუნდზე პირდაპირ გავლენას ახდენს და დღეს მსოფლიოში რთულია სხვა ფეხბურთელის დასახელება, ვინც მის დონეზე თამაშობს. ოქროს ბურთის თემაზე კომენტარი PSG-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმაც გააკეთა. ალ-ხელაიფი დარწმუნებულია რომ მის გუნდში რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, ვისაც მომდევნო წლებში ოქროს ბურთისთვის ბრძოლა რეალურად შეუძლია. მისი სიტყვებით PSG-ს ყავს 4-5 ფეხბურთელი, რომლებიც მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში ამ ჯილდოს მოგების კანდიდატები შეიძლება გახდნენ. ალ-ხელაიფი მაგალითად დემბელე დაასახელა. შემდეგ კი განსაკუთრებით ვიტინია გამოარჩია და თქვა რომ ის საოცარი ფეხბურთელია და ნამდვილად იმსახურებს ასეთ აღიარებას. ალ-ხელაიფის კონკრეტულად კვარაცხელი არ უხსენებია, მაგრამ იმედია როცა 4-5 პოტენციურ კანდიდატზე საუბრობდა, მათ შორის კვარაცხელიასაც გულისხმობდა. ასევე ამ შეხვედრის წინ PSG-სთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიხარულო თემა ვიტინიას მდგომარეობა. კლუბის ინფორმაციით, პორტუგალიელის მარჯვენა ქუსლის ტრავმა უკეთესობისკენ მიდის. რეაბილიტაცია დადებითი დინამიკით მიმდინარეობს, თუმცა ის ამ ეტაპზე ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. პარიზში იმედოვნებენ რომ ნახევარმცველი მალე სრულ მზადებაში ჩაერთვება, რადგან Bayern-თან ასეთი ფეხბურთელის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ბოლოსკენ კი ცოტათი შევეხოთ კვარაცხელიას მომავალსაც. Talksport-ის ინფორმაციით, კვარაცხელიას დამატება პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს სურს. მათ შორის კი არიან არსენალი და ნიუკასლი, მაგრამ აქ PSG-ს პოზიცია ძალიან მკაფიოა. პარიზული კლუბი ხვიჩას გაყიდვას არ აპირებს და როგორც იწერება, მის შესახებ ნებისმიერ შეთავაზებას დაბლოკავს. კლუბის პრეზიდენტ ჟერალომ ხვიჩას სახით ნამდვილი საგანძური იპოვნა და მისი შენარჩუნება რაც შეიძლება დიდხანს სურს. ამიტომ კვარას PSG-დან წასვლა რთული საკითხია. საბოლოოდ კი სურათი ასეთია. PSG Bayern-თან ნახევარფინალს იდეალურ ფორმაში ხვდება. კვარაცხელია დასვენებული იქნება. მისი მნიშვნელობა კი საფრანგეთში უკვე სერიოზულ დისკუსიად იქცა. ერთნი მას საერთოდ არ ასახელებენ მთავარ შემტევებში, მეორენი კი პირდაპირ ამბობენ რომ დღეს ოქროს ბურთს გადასცემდნენ. და ახლა მთავარი კითხვა.
თქვენი აზრით შეძლებს თუ არა კვარაცხელია ბაიერნთან ნახევარფინალში კიდევ ერთხელ გადამწყვეტი სიტყვის თქმას. ასევე დააფიქსირე შენი აზრით თუ რა ანგარიშით დასრულდება ეს შეხვედრა, ხოლო ვინც სწორ ანგარიშს გამოიცნობს ის მომდევნო ვიდეოში გამოჩნდება. ახლა კი ცუდი ამბავი ზურიკო დავითაშვილზე. სენტ-ეტიენი ლიგაურში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და ამჯერად უშუალო კონკურენტ ტრუასთან საკუთარ მოედანზე 0-3 დამარცხდა. ამ შედეგმა კლუბის სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა და სენტ-ეტიენი უკვე მესამე ადგილზე დაქვეითდა. მაგრამ ამ შეხვედრაში ყველაზე მძიმე ამბავი მხოლოდ ანგარიში არ ყოფილა. შეხვედრის დროს ზურიკო დავითაშვილი დაშავდა და წინასწარის შეფასებით ტრავმა შესაძლოა სერიოზული იყოს. ეს კი განსაკუთრებით ცუდი სიახლეა, რადგან სეზონის გადამწყვეტ მონაკვეთში ქართველი შემტევის შესაძლო გამოკლება სენტ-ეტიენისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. ასევე შეხვედრის შემდეგ გუნდის თავკაცმა ფილიპ მონტანიემ საჯების მიმართ უკმაყოფილება არ დამალა. მისი თქმით დავითაშვილის ტრავმა უხეშ თამაშს მოჰყვა, თუმცა ეპიზოდი სათანადოდ არ შეფასდა და ჯარიმაც კი არ დაინიშნა. მონტანიემ პირდაპირ თქვა, რომ საჯები ფეხბურთელების დასაცავად არსებობენ, ხოლო ამ მატჩში გუნდმა ზურიკო დაკარგა. მისი შეფასებით სენტ-ეტიენმა შეცდომები ძვირად გადაიხადა, ხოლო გამარჯვება იმ გუნდს დარჩა, რომელმაც ნაკლები შეცდომა დაუშვა. რაც შეეხება ზურიკოს სეზონს, მისი მნიშვნელობა ციფრებითაც კარგად ჩანს. ლიგაურში მას უკვე 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. ბომბარდირთა დავაში კი მესამე ადგილს იკავებს. მოლაპარაკებები გაიყინა. ვინისიუსი და რეალი ერთრამეზე ვერ თანხმდებიან. PSG, ბარსა თუ არსენალი, ალვარესისთვის ბრძოლა დაიწყო. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანი ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. რეალი და ვინისიუს ჟუნიორი კონტრაქტის განახლებასთან ახლოს არ არიან. მოლაპარაკებები გაიწელა და ამჟამად შეჩერებულია. იუწყება ზე ატლეტიკი. მანამდე Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერდა, რომ კლუბსა და ბრაზილიელ გარემარს შორის პრინციპული შეთანხმება არსებობს და მხარეებს მხოლოდ ბოლო დეტალების მოგვარება დარჩათ. ზე ატლეტიკის ინფორმაციით, შეთანხმების გახანგრძლივების ნიშნები, რომელიც 2027 წლის ივნისის ბოლოს იწურება, ჯერჯერობით არ ჩანს. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში დაიწყო. მას შემდეგ კი ამ საკითხში მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება. აღინიშნება, რომ ნაკლებად სავარაუდოა ამ ზაფხულს ვინისიუსი მადრიდიდან წავიდეს. უპირველეს ყოვლისა მას თავად სურს დარჩენა. მეორე მხრივ კი ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა მისთვის ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება. ხოლო ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულმა გამოსვლამ შესაძლოა მისი პოზიციები მოლაპარაკებებისას გაამყაროს. ასევე რეალი ჯერჯერობით აავლენს მზადყოფნას, რომ დააკმაყოფილოს ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნები, რაც აშკარა პრობლემაა. სამეფო კლუბის პოზიციასა და მოთამაშის მოთხოვნებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა. ამიტომ მოლაპარაკებები ჯერჯერობით შიხშია და ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა კი გადავიდეთ ბარსა სატრანსფერო გეგმებზე, სადაც ერთ-ერთი მთავარი სახელი ხულიან ალვარესია. კატალონიური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის არგენტინელ თავდამსხმელს ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ განიხილავს. ალვარესი ამჟამად ატლეტიკო მადრიდის ერთ-ერთი ლიდერია და მის მიმართ ინტერესი მხოლოდ ბარსასგან არ მოდის. როგორც იწერება, მისი დამატება არსენალსაც და PSG-საც სურთ, თუმცა თავად ფეხბურთელის პრიორიტეტი სწორედ ბარსელონაა. არსენალი მისთვის საინტერესო ვარიანტად რჩება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ალვარეს პრემიერ ლიგაში დაბრუნება არ სურს, სადაც მანამდე მანჩესტერ სიტის რიგებში თამაშობდა. რაც შეეხება PSG-ს, პარიზული კლუბი ფინანსურად მიმზიდველ პირობებს თავაზობს, თუმცა ფეხბურთელი ამ ვარიანტს სკეპტიკურად უყურებს. ბარსაში კი ალვარესი პრიორიტეტულ კანდიდატად ითვლება, თუმცა ფინანსურად კატალონიელები 100 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებენ. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს გრიზმანის შესაძლო წასვლაც. თუ ფრანგი კარიერას MLS-ში გააგრძელებს, ატლეტიკოსთვის ალვარესის შენარჩუნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ამ ეტაპზე კი სურათი ასეთია: ალვარეს ბარსას სურს, ბარსას ალვარესი სურს, მაგრამ ატლეტიკო მას მარტივად არ დათმობს. ამიტომ თუ ეს ტრანსფერი შედგება, დიდი ალბათობით მხოლოდ ძალიან სერიოზული შეთავაზების შემთხვევაში. ხევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.